გამარჯობა. თქვენთან როგორც ყოველთვის ვართ China Cars CRT-G და ჩვენ ვაგრძელებთ Zikr-ის ავტომობილების გაცნობას. დღეს გავეცნოთ Zikr 007-ს. ეს არის D-კლასის სედანი, რომელიც Toyota Camry-ს, Volkswagen Passat-სა და Kia K5-ის კონკურენტია. ამ ეტაპზე 007 თავის კლასში ყველაზე სწრაფია. ფასების სეგმენტი კი $40,000-მდეა. ისიც არ დაგვაუწყდეს, რომ ჩვენ არა მარტო ავტომობილების მიმოხილვას ვაკეთებთ, არამედ ჩამოყავს კიდეც საქართველოში. ეს მანქანა რა თქმა უნდა ბევრად უფრო პატარაა. ეხლა დავჯდებით ნორმალურად. ანუ მაგალითად, თავს ურტყავ, მაგრამ ეხლა ვინ ივლის ესე, ხო, არავინ არ დადის, ამიტომ ალბათ ამას დიდ ყურადღებას არ მივაქცევთ. ეხლა მივდივართ სწრაფი დასატენ სადგურზე, Zikr-ის, სადაც ნახავთ, რაოდენ სწრაფად იტანება ავტომობილი. მივდივართ Zikr 007-ით. ამ ავტომობილის სარკეებს, როგორც კიდე რამოდენიმეს არა აქვს ჩარჩო. და ისეთი შთაბეჭდილება თითქოს უფრო მეც ხედავთ, ვიდრე ჩვეულებრივ სარკეში. ეს მანქანა სხვადასხვა ძალიან სასიამოვნო ხტარებელია. რაღაცნაირი მოვერგე, მეგონა რომ ძალიან პატარა იქნებოდა. მიახლოებით Model 3-ის კონკურენტია. მაგრამ საკმაოდ ისეთი ავტომობილია. ყველა იმ ავტომობილს შორის, რომელშიც ვიჯექით დღეს, ეს იყო Zikr Mix-ი, ეს იყო Zikr X7 და ეხლა Zikr 007. მინდა გითხრათ, რომ Zikr 007-ში საიდან მაქვს ეს ემოციები ვერ ხვდები, ან უფრო რბილია, ან უფრო მორგებულია ერგონომიკის მიხედვით. მაგრამ ავტომობილის ტარება, აქ მგონია, რომ არ დავიღლები ალბათ 1000 კილომეტრს გავივლი ჩვეულებრივად. მე მაქვს გამოცდილება იმისი, რომ 1000 კილომეტრი შემიძლია ვიარო. ამ ავტომობილით ძალიან კომფორტულად შეიძლება დიდ მანძილზე წასვლა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ავტომობილი ამისთვის შექმნილი როგორც ასეთი არ არის. მე ავტომატურად, რა თქმა უნდა, როგორც კი ვრთავ მანიშნებელს, რომ უნდა გადავიდე ზოლს, ვუყურებ სარკეს. ამასობაში ვხედავ, რომ სარკეშიც ამაქვს და აქაც მაქვს, აქაც ვუყურებ, ესე იგი, რა ხდება და სხვათა შორის ძალიან ბოლოს ვხვდები, რომ ძალიან მოსახერხებელი რამეა. რომ მხარესაც არ უნდა იყურებოდეთ, ყველა მხარეს მაინც ხედავთ თქვენს გარშემო რა ხდება. არა, ძალიან მორგებული ავტომობილია. ესეთი ავტომობილით სხვათა შორის თბილისში ძალიან დიდი სიამოვნებით ვივლიდი. ძალიან რაღაცნაირი გზნობებია ამ ავტომობილში ესეთი, რომლებშიც სხვებში არ იყო. ძალიან გემრიელი სატარებელია. მივხვდი სხვათა შორის სავარძელია ძალიან მოსახერხებელი. და საჭე დგას, ესეთი ღია საჭე აქვს, ორი ეგრეთ წოდებული სპიცა და ორი ჯოისტიკი. შეხედეთ რა გაჩვენოთ საჭეზე. 380 გრადუსის კამერა ვადებთიც. ეს ალბათ მოშავობს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა მანქანას ვაპარკინგებთ ან ნელა მივდივართ. საბარგულის გაღება, ავტოპილოტი, ავტომატური პარკინგი. მოკლედ აქ გაქვთ ყველაფერი, ესე მიჭირავს რული. საჭე უკაცრავად და მართავთ ითებით, ქვევით. შემიძლია პრინციპში არც უყურო არაფერს. რაც ეხებოდა, რომ საუბრობდი ერგონომიკაზე, ავტომობილის ერგონომიკაზე. ესე იგი, დისპლეი, მონიტორი მიყურებს მე. მაგრამ ამ დისპლეიზე ხო უამრავი ინფორმაცია გამოდის. ვიღებ 4 თითს, უსმევ, დადგა შუაში. არ მინდა მაწყობს მარტო აქ ყველაფერი, კიდევ 4 თითი მოტრიალდა გვერდზე. ხშირად ხდება ხოლმე, რომ ხალხს არ უნდა ეკრანზე ყურება, აწყობს ყველაფერი, რაც საჭეს წინა აქვს. და მაშინ მიატრიალებთ, იქ შეიძლება ფილმის ყურება, რა ვიცი, უამრავი რაღაცის. BMW-ები ვისაც მოგწონთ, BMW-ები, ყველაფერი მოტრიალებული რო არის. მოტრიალდა. სხვათა შორის მოტრიალებული ძალიან მოსახერხებელი აღმოჩნდა პირდაპირ მიყურებს და ძალიან კარგად გამოიყურება.
აი მეგობრებო, მოვედით ზიკრის საფირმო გასამართ სადგურზე, დამტენზე. ეხლა ჩვენი მენეჯერი აპლიკაციის მეშვეობით გააღებს ბარიერს. ჩვენ დავაყენებთ მანქანას და ვნახავთ თუ რაოდენ სწრაფად იტენება ავტომობილი. გავაჩერეთ. შემდეგი ჩვენი მოქმედებები. გადმოვდივართ ავტომობილიდან. გაშვებით შემდეგ. ვადებთ ხელს. იღება დასატენი პორტი. შემდეგ ვიღებთ დასატენ პისტოლეტს. ვაერთებთ სატენში. და ავტომობილი იწყებს ტენვას. აპლიკაციის მეშვეობით ჩავრთავთ სატენს. აი მეგობრებო, ეხლა არის, შევხედოთ. 13 საათი და 12 წუთი. და ჩვენ გვაქვს რენჯი 282 კილომეტრი. ნახოთ რამდენ ხანში დაიტენება. რამდენი მიემატება მაგალითად 10 წუთში. ესე იგი, მანქანის მუხტვის სიჩქარე არის 1945 კილომეტრი საათში. ესე იგი, 1 საათით დატენილი რო იყოს, იძლევა იმდენ დენს, რომ 1 საათში მიცემს 1950 კილომეტრს. და იტენება წამში 1 კილომეტრი. ყოველ წამს 1 კილომეტრი ემატება. აი რას ნიშნავს სწრაფი დამტენი. წამში 1 კილომეტრი. დატენვის სიჩქარე 1798 კილომეტრი საათში. წარმოგიდგენიათ რამხელა ციფრია? ერთი, ორი, სამი. ვაიმე დედა! წავედით. გაფრინდა ყველაფერი უბრალოდ ძალიან სწრაფად. ვერ ვკრიფავთ, უпростоრედ დიდი ხანი ვერ მივდივართ ძალიან სწრაფად, იმიტომ რომ ყველგან კამერები აყენია. ამიტომ არ გვინდა დარღვევა, არ გვინდა ჯარიმები, უსაფრთხოდ უნდა ვიაროთ, მაგრამ მანქანა ფენომენალურად სწრაფად კრიფავს 100 კმ/სთ. აბსოლუტურად ჩუმად და გიჟივით. მთელი შიგნით ორგანოები მიდის უკან. და ეს სხვათა შორის ყველაზე სწრაფი ვერსია არ არის, არსებობს ორჯერ უფრო სწრაფი ვერსია. იცით რა არის საქმე, ესე იგი მე პირადად ძალიან მომწონს, მაქვს იმის პრაქტიკა და ეხლაც ამ ავტომობილზე ძალიან მომწონს ეგრეთ წოდებული ერთი პედლის სიარულის რეჟიმი. ეს არის ის რეჟიმი, როდესაც თქვენ პრაქტიკულად არ ხმარობთ მუხრუჭს, არა ტორმუზებთ, ასე ვთქვათ. აი ეხლაც მე ვჩერდები შუქნიშანზე, მე არ დამიჭერია ტორმუზზე, მუხრუჭზე ფეხი, თვითონ ჩერდება. რაც უფრო მეც ვაჭერ აქსელერატორს, მით უფრო სწრაფად მიდის, უშუალო აქსელერატორს მანქანა ჩერდება. მე არ ვხმარობ ეგრეთ წოდებულ ტორმუზს. ძალიან სხვათა შორის შეჩვევის ამბავია, მაგრამ რო შეეჩვევა ადამიანი ძალიან მოსახერხებელია. არ გჭირდება თიკით-აკეთ მუდამ ფეხის გადაწევა, გადმოწევა. ერთი ფეხით მართავთ ავტომობილს. რა თქმა უნდა, ხა დააჭერთ ტორმუზს, როცა სწრაფად გაჩერება გჭირდებათ ძალიან. ექსტრემალურ გაჩერებას გულისხმობ, მაგრამ ისე ჩვეულებრივად ქალაქში მოძრაობთ ერთი პედლით. განსაკუთრებით ამ მანქანას ძალიან კარგად აქვს ეს რეალიზებული. ეხლა რაც ეხება ხარისხს, ეს არის ზიკრი. ვიცით რომ ხარისხიანია, მაგრამ მოდით შევამოწმოთ. რული, საჭე, სალონი, ვაჭერ, ეკრანი, ვაქანავებ. შეხედეთ. ერთი პატარა ხმა არ გაუკეთებია მანქანას. მე მგონი მე საკმაოდ ღონიერი ვარ იმისთვის, რომ ამ მანქანაზე რაღაც პატარა ხმები გაუჩნდეს ჩემი დაჭერის დროს. ვინმე იტყვის, რომ ეს ხარისხიანი მანქანა არ არისო? თვითონ გამოცადეთ, ნახეთ და მიხვდებით. იმის გარდა რომ მასაჟი აქვს სავარძლებს, თუ გძელი ფეხები გაქვთ, აი ამას გამოწევთ
მუხლებზე ქვევიდან გედებათ და მშვენივრად კომფორტულად გრძნობთ თავს. რო ამბობენ ხოლმე, რომ ძალიან მოკლე სავარძელიაო. ამის გრძელდება. ეს ბევრ მანქანას აქვს, მაგრამ რატომაც უნდა ავნიშნოთ. დავჯდეთ ჩემს უკან. ვზივარ ჩემს უკან. როგორც ხედავთ, ადგილი არის. ცოტა პრობლემა იქნება, ვისაც დიდი ფეხები აქვს, ფეხის შეყოფის, იმიტომ რომ ბოლომდე არ შედის ფეხი აქა, მაგრამ ისედაც იმდენი ადგილია, რომ ყოფნით. აქ გვაქვს ორი USB Type-C დამტენი, ჰაერის კონდიციონერის დეფლექტორები, ორი ცალი, ორი Type-C, ზევით პანორამა, შუქი. საკმაოდ ადვილი ჩასაჯდომია. შევხედოთ საბარგულს. ვა. ნახეთ რამხელა რაღაცა გაიღო. აქედან ფრთიდან ფრთამდე. და ვნახოთ რა ხდება შიგნით. ზომა საკმაოდ დიდია. აქ პირველი ჩასადები, იქით არა აქვს უკვე ჩასადები. საკმაოდ დიდი მოცულობაა. ორი დიდი ჩემოდანი ჩავა თავისუფლად. და ისევ დაიხურა მთლიანად პრაქტიკულად ფრთიდან ფრთამდე. აი შეხედეთ წინ, ჩვენ რასაც კაპოტს ვეძახით. ფრთიანად ადის ნაწილი, ესე იგი ფრთიდან ფრთამდე გვერდებზე ჩამოდის ესე. აქ პატარა საბარგული გვაქვს, ამაში შეგვიძლია. ან დამტენი ჩავდოთ, ან პატარა რამე. მოკლედ, ბევრი ადგილი არ არის, მაგრამ რო არის უკვე კარგია. მეშინი არ დავაზიანო. როგორ იხურება ავტომობილი? როგორ იღება ავტომობილი? შემდეგ შეყოფთ ხელს, უბრალოდ შეეხებით, არაფერი ღილაკი არ აქვს. დახურავთ, დააჭერთ, ან წახვალთ მოშორდებით. ესაა სულ. ესე იგი, დავინახეთ ავტომობილი, ჩვენ უკვე მოძრაობდით, მიმოხილვა გავაკეთეთ Zikr 007-ზე. ეს არის Zikr 007-ის აბსოლუტურად მაქსიმალური კომპლექტაცია, ესეთი ეგზოტიკურად გამოიყურება. ეს არის ავტომობილი, რომელსაც აქვს 640 ცხენის ძალა და კრიფაუს სიჩქარეს 0-დან 100 კმ/სთ სიჩქარემდე 0-100 3.2 წამში. ეს სხვათა შორის, რასაც უყურებთ, არის სუფთა ნამდვილი კარბონი. აი ესეთი ყვითელი ფერის ვერსიაა. ქვევითაც კარბონი. შავი სახურავი. უკანაც კარბონი. ნოლ-ნოლ-შვიდი. ჩემი აზრით, Zikr-მა წარმოუდგენელი რამ შექმნა. Performance ვერსიას 600 ცხენის ძალაზე მეტი აქვს. 0-დან 100 კმ/სთ-მდე კრიფაუს 2.94 წამში. ექსტერიერში აქვს ბევრი კარბონის ელემენტები, ხოლო მისი სპორტული ინტერიერი არის ალკანტარით შესრულებული. ყველაფერი ეს $42,000. ვერ გაუძელი და ამ მანქანით გასეირნება ვთხოვე. აბა ვნახოთ როგორი იქნება. 4 3 2 1 0. ვაიმე. თქვენ ალბათ ხედავდით ეხლა ხან სიჩქარე როგორ იმატებდა. 2 და 8 წამში კრიფავს 100 კმ-ს. სხვათა შორის 4 კაცი ვზივართ მანქანაში. შეხედეთ, რეებს აკეთებს ეს ავტომობილი. გიჟივით დადის. გაუჩნდა სპეციალური ხმა სალონში, რომელიც აკეთებს შიდაწრის ძრავის იმიტაციას. რა თქმა უნდა, ისეთი გიჟი არ არის როგორც 1200 ცხენის ძალიანი, მაგრამ კარგად იგრძნობა განსაკუთრებით ზურგში. ალბათ ნახეთ რა სწრაფად აკრიფა სიჩქარე. მოკლედ დღეს გვაქვს გაგიჟებული მანქანების დღეები.
მანქანეების უკვე ენაცმებევა. გაგიჟებული მანქანების დღეები გვაქვს. ძალიან გაგვიმართლა. ყველაზე მძლავრი ვერსიები ავტომობილების დღეს შეხვდა. მოგწეს იმის საშუალება, იმის შანსი, რომ გადაგვეღო. აი, ნახეთ, წავიდა 120, 130. ჩაოლებრად ხოვთვით ხოლმე, რომ 101, 102, 103, ეს არის 120, 130. 10-ობით ვითვლი ხოლმე, იმიტომ რომ ვერ ვასწრებ. მოკლედ, რატომღაც შევამჩნიე, რომ ყოველი ესეთი შეჩერების შემდეგ გიჟი მოდი და ვარქვათ, გიჟი მოდის შემდეგ, შეჩერების შემდეგ რატომღაც ირთვება ხოლმე სიდენიების სავარძლების მასაჟი. მოკლედ, ესეთი რამ არის ეს ყვითელი 007. ნახეთ, ციმციმებს სპორტ მოდში. თითქოს კოსმოსურ ხომალდში ვზივართ. კოსმოსური ხომალდი, რომელიც დგას ბორბლებზე. ეს არის Zikr 007-ის სპეციალური ვერსია, რომელიც გაჩვენეთ.